რომელს არჩევდი შენს მეგობრად? ნუცას, უყვარს ხატვა. არის ექსტროვერტი და დიდ დროს გარეთ ატარებს. უყვარს ბევრი საუბარი, მაგრამ შეუძლია მოგისმინოს და გაგიგოს. თუ ბარბარეს, უყვარს ფილმები და წიგნები. არის ინტროვერტი და დიდ დროს სახლში ატარებს. უყვარს მოსმენა, საუბარი არც ისე. პასუხი დაწერე კომენტარებში. დაწერე? კაი, ახლა ერთი კითხვა მაქვს. რა პრინციპით აირჩიე? ან ზოგადად რა პრინციპით ურჩევთ მეგობრებს? იქნებ იმით, თუ ვისთან უფრო მეტი დროის გატარება გვიწევს, მაგალითად კლასელი ან კოლეგა. ან იქნებ იმით, თუ ვინი ჩვენს ჩვენდამი ინტერესს. რეალურად მეგობრის არჩევის მთავარი პრინციპი არის საერთო ინტერესები და ღირებულებები. მიუხედავად იმისა, თუ ვისთან ვატარებთ დიდ დროს, ან ვინი ჩვენს ჩვენდამი ინიციატივას, ჩვენ ყველაზე მეტად მაინც იმ ხალხს უახლოვდებით, რომლებიც ჩვენს მსგავსად აზროვნებენ. ეს შეიძლება იყოს საერთო იუმორის გრძნობა, ჰობი, პოლიტიკური შეხედულებები ან ცხოვრებისეული მიზნები. როცა ხვდებით ადამიანს, რომელიც ჩვენს მსგავსად აღიქვამს სამყაროს, მაშინვე ვგრძნობთ კავშირს. მეგობრობა იწყება საერთო ინტერესებით, მაგრამ ღრმავდება მაშინ, როცა ერთმანეთის მიმართ ნდობა, პატივისცემა და ემოციური მხარდაჭერა ჩნდება. სწორედ ეს არის მთავარი ფაქტორები, რომლებიც დროთა განმავლობაში სიტუაციურ ნაცნობობას ნამდვილ მეგობრობად აქცევს. გაუგზავნე ეს ვიდეო შენს ნამდვილ მეგობარს.